კვლავ მოგესალმებით, მადლობა რომ გვისმენთ და გვიყურებთ პლატფორმებზე იმედი.jim, აი ვიდეოჯი, ასევე მაგთის IP ტელევიზიით 53 არხზე და რადიო იმედის Facebook გვერდზე შემოგვერთა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის კაბინეტის უფროსი ვახტანგ ჩოჩია. მოგესალმებით ვახტანგ. მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. მიმდინარე მოვლენების ანალიზი გვექნება ამ საათში გადაცემის. დავიწყოთ ოპოზიციაზე საუბრით. თქვენ ამბობთ, რომ ერთმანეთის სიტუაციური მოკავშირეები ისინი არ არიან და ზურგს არანაირი ღირებულება არ უმაგრებთ. რა დავალებასაც მიიღებენ უცხოეთიდან, ასრულებენ ამ დავალებას. შემოდგომაზე არჩევნებია, საინტერესოა როგორ განვითარდება პროცესი, რა მოცემულობას მივიღებთ არჩევნებისთვის, მით უფრო რომ დღეს CSKOM პარტიებს პროცედურები კიდევ ერთხელ შეახსენა. გაქვთ მოლოდინი რომ ოპოზიცია მიიღოს მონაწილეობას არჩევნებში, თუ კი მაშინ რა კონფიგურაცია იქნება ეს? მოგესალმებით კიდევ ერთხელ, მივესალმებით ჩვენს მსმენელებსა და ტელემაყურებლებს, რაც შეეხება თქვენს კითხვას, ანუ მე მინდა რომ პარტიულ მიკერძოებაში არ ჩამეთვალოს და ამიტომ ლოგიკურად გავუყვე მოვლენების ახსნას, ხო? აი თუნდაც ნებისმიერი მათი ქმედება რო ავხსნათ, აი რაც არჩევნების დღიდან მაგალითად დაანონსეს, ხო? ჩვენ გვახსოვს, რომ ისინი საუბრობდნენ არჩევნები გაყალბდა, რაღაც არჩევნების ლეგიტიმაცია არ გააჩნია, უცხოელი პარტნიორები არ ახდენენ საქართველოში ჩატარებული არჩევნების ლეგიტიმაციას და ნელ-ნელა ჩვენ ვხედავდით მათი დამოკიდებულება, რეაქცია და აღქმა, როგორ იცვლებოდა მიმდინარე პროცესების მიმართ. არა თუ რაღაც რეგიონალურ არჩევნებში მონაწილეობაზე იყო საუბარი, არამედ სრულ დაუმორჩილებლობას აცხადებდნენ, პოლიციას ლეგიტიმაცია არ აქვს და არ დავემორჩილოთ იძახდნენ, რაღაც ჯარიმები არ გადავიხადოთ, სასამართლო ხელისუფლება ქვეყანაში არ არსებობს, ჩვენ გვახსოვს ხო ეს ხმამაღალი განცხადებები. მაგრამ მას შემდგომ რაც სიტუაცია შეიცვალა, ჩვენ პარტნიორებთან ეს რაღაც ურთიერთობის გადატვირთვის პროცესში გარკვეულ წარმატებებს მივაღწიეთ, გლობალური ტრენდები შეიცვალა, მათ შორის ევროკავშირშიც იგივე ფაქტობრივად ტენდენცია დაიწყო, რაც საქართველოში არსებობდა, თავი რო გავანებოთ ამერიკას, ხო, ეს უცხოური გავლენის დაფინანსება და გამჭრელობის შესახებ, მათი დამოკიდებულებებით შემცირდა. მე ხა ცოტა შორიდან მოუვარე საკითხის განხილვას, თუმცა ანუ ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ აი შევხედოთ ხოლმე თავდაპირველად რას აცხადებენ და ბოლოში სად მიდიან, ხო? როდესაც ისინი იძახდნენ, რომ ჩვენი ლიდერი არის სალომე ზურაბიშვილი, ჩვენ უნდა მოვახდინოთ ერთი იდეის გარშემო კონსოლიდაცია, ჩვენ უნდა შევადგინოთ გეგმა, ეს გეგმა გადაარჩენს საქართველოს, ხო? ეს მერვე თვეა იძახიან, რომ გეგმას წერენ და რეალურად ვერ ვიხილეთ ჩვენ ეს გეგმა რა შეადგენს. ანუ მათი ნაბიჯები ურთიერთგამომრიცხავია ხშირ შემთხვევაში არათუ არა თანმიმდევრული. ეს რითი შეიძლება აიხსნას, ხო? აი, ბოდიში ამას დავამთავრებ, რომ ან პოლიტიკურად უმეცრები არიან, იმ დონის უმეცრები არიან, რომ რაღაც ლოგიკურ მიმართებაში აღარ ჯდება მათი გადადგმული ნაბიჯები, ან ისინი ასრულებენ გარკვეულ ინტერესს და იღებენ დავალებებს, ხო და მათ შორის თვით დესტრუქციულ ქმედებებსაც ჩადიან. ამის ხა ერთადერთი ახსნა, მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც ჩვენ ვიცით თუ ისინი საიდან იღებენ დაფინანსებას, რა ურთიერთობები გააჩნიათ სხვადასხვა ბიუროკრატებთან და ასე მათი წარსული ვიცით, აქედან გამომდინარე ყველაზე ლოგიკური დასკვნა არის ის, რომ ისინი იღებენ გარედან დავალებებს, ეს რომ სულ თავი დავანებოთ სხვადასხვა ინფორმაციებს, რომელიც მათი ფლანგიდან ჟღერდება ხოლმე, თვითონვე წამოწდებათ ხოლმე, ხო? ანუ ეს ძალიან ლოგიკურად რო ავხსნათ, ან არიან პოლიტიკურად უმეცრები, ან იღებენ დავალებას. თქვენივე შეფასებით, თქვათ, რა შეიძლება იყოს მათი მთავარი პრობლემა? მხოლოდ უგეგმობა, თუ კიდევ არსებობს, თქვათ, გარკვეული გასათვალისწინებელი ფაქტორები, რაც საბოლოო ჯამში თუნდაც საკუთარი ელექტორატის წინ მათ ერთგვარ სოლიდურობას უკარგავს, იმიტომ რომ პროტესტის პერიოდში კარგად ჩანს, თქვათ, დინამიკა, როგორ უწუნებენ, თქვათ, სამოქმედო გეგმას და უგეგმობას თავისივე ამომრჩეველი ოპოზიციას. ხო, ანუ ჩვენ აი რითიც დავიწყე საუბარი, ხო, ხედავდით, რომ საუბრობდნენ, უნდა მოვახდინოთ ერთიანი ოპოზიციური გუნდის კონსოლიდაცია. ეს ხდება იმ ფონზე, როდესაც მეორე დღეს გამოდიან და ერთმანეთის ლანძღვით არიან დაკავებულები და ერთმანეთს გამყიდველებს ეძახიან, ხო, როგორ შეიძლება შენ რაღაც სახის ერთობა გქონდეს იმ ადამიანთან, რომელიც შინაგანი რწმენით მიგაჩნია, რომ არის საერთო იდეის, საერთო გუნდის გამყიდველი, ხო? ახლა ეს ჩვენ ნათლად დავინახეთ
მაშინვე რაც თემა გახდა აქტუალური რეგიონალურ არჩევნებში მონაწილეობის, გადაიფარა საპარლამენტო არჩევნების თემა, ლეგიტიმაციის კითხვის ნიშანიც რაღაც ძახილის ნიშნად გადაკეთდა და არავის ამასთან დაკავშირებით აღარ აქვს შეკითხვები, უკვე ანუ მოწადინებულები არიან იმაზე, რომ მიიღონ თუ არა არჩევნებში მონაწილეობა, თუმცა ხა ესეც რაღაც მედია манипуляციის და პოლიტიკური ტექნოლოგიის ნაწილია, ხო, ისინი თავის ამომრჩეველს პირდაპირ ვერ ეტყვიან, რომ ჩვენ რა დავალებასაც ვიღებთ, ის დავალება უნდა აუღასრულოთ. რაღაც ფორმით ხო უნდა შეუფუთონ, თუმცა მათ სამწუხაროდ თავიანთ ამომრჩეველზე აქვს ცუდი წარმოდგენა და ფიქრობენ, რომ ამ გარკვეულ манипуляციებს მიიღებენ და ვერ მიხვდებიან, რაში არის რეალობა, რაში მდგომარეობს ხა ეს ყველაფერი ცხადია, რომ შენ არ შეიძლება შენ უცხადებდე უნდობლობას სახელმწიფო ინსტიტუტებს, არ აღიარებდე მათ ლეგიტიმაციას და იღებდე ცესკოს მიერ დაორგანიზებულ არჩევნებში მონაწილეობას, რომელსაც დანიშნავს პრეზიდენტი და რომელშიც ჩართული იქნება სხვადასხვა ის ინსტიტუციები, რომელსაც მაგალითად იგივე პარლამენტი ირჩევს და ნიშნავს, ხო? ხა ეს ხო უბრალოდ ნონსენსია. აქედან გამომდინარე, ერთადერთი საკითხი, რაც იმ ოპოზიციური ერთობის გარდა რაც არ არსებობს და მე თქვი ადრეც რომ მათ არ აქვს რაღაც საერთო ღირებულება, ყველა იდეა ეფუძნება გარკვეულ ღირებულებას, ყველა თანამშრომლობა არის საერთო ღირებულებებზე და იდეებზე დაფუძნებული და თუ ეს იდეა არ არსებობს, რაც არ არსებობს და ვერ იარსებებს, იმიტომ რომ როდესაც შენ უბრალოდ დავალების შემსრულებელი ხარ და არ გაგაჩნია შენი პოლიტიკური პრიორიტეტები და მისწრაფებები, ცხადია იდეაც არ გაქვს და იდეის გარშემო თუ არ ხარ გაერთიანებული, ძალიან რთული არის რომ შეინარჩუნო ის თუნდაც სულისკვეთება და ერთობა რითიც ისინი იკვეხნიან ხოლმე, თუმცა რაც ცხადია მოჩვენებითია. გამაერთიანებლის პრობლემაც არსებობს. როგორც ხედავთ, ლიდერის მაძიებლები ეს სუბიექტები არიან. ჯერ იყო და ზურაბიშვილის იმედი ჰქონდათ, როგორც ჩანს შემდეგ გაუცრუვდათ ეს იმედი, იმიტომ რომ არაერთგვაროვანი შეფასებები მოვისმინეთ. როგორ ფიქრობთ, საბოლოო ჯამში შემოდგომისთვის რა ტიპის სურათი შეიძლება მივიღოთ და თუ ვთქვათ ამ თამაშს ეს რადიკალური მოთამაშეები გამოაკლებიან, ვინ შეიძლება შეავსოს ეს ნიშა? ხო, ბოლოს ამას წინ ვნახე რამდენიმე დღის წინ, ხა არ მინდა შეცდომაში შევიყვანო მსმენელი, თუ არ ვწდები ჩერგოლეიშვილის განცხადება იყო, რომ ჯერ კიდევ როდის ვიძახდიო, რომ სალომე გამყიდველი არის და მოსყიდული არისო და ოდნავ რომ გადავახვიოთ და გადავიდეთ დაახლოებით 1 თვის წინანდელ პერიოდში სალომეზე პოსტები გვხვდებოდა, რომ ის არის საქართველოს ნომერ პირველი პოლიტიკოსი, რომელსაც აქვს იმხელა ავტორიტეტი, რომ არათუ ოპოზიციურ ფლანგზე, არამედ სახელმწიფო ფლანგზე შეუძლია მოახდინოს ამორჩეულთა კონსოლიდაცია და ეს უნდა იყოს ლიდერი და ბასტიონი ჩვენი ურთიერთობების დასავლეთთან, ხო? ხა ესეც აი როდესაც საუბრობთ ჩვენ უცხოურ გავლენაზე და როდესაც საუბრობთ რომ ისინი დავალებებს იღებენ, აქაც ნათლად გამოჩნდა რაღაც ეს იყო მისი ავტორიტეტი იყო გაჰაიპებული, ხო, ეს სლენგი რომ გამოვიყენოთ და რაში მდგომარეობდა, რომ მათ ესახებოდათ, რომ სალომე არის ის ადამიანი, რომელსაც ექნებოდა გარედან ერთგვარი დახმარება და ექნებოდა მხარდამჭერა და ეს ასეც იყო რეალურად რაღაც გარკვეული დროის განმავლობაში, თუმცა როდესაც ჩვენ ნახეთ რომ მან ის დაკარგა ის თანამდებობა, რა თანამდებობაც ჰქონდა და რის გამო ეს მისი პირადი ავტორიტეტის გამო არ იყო, რომ ის გარკვეულ კომუნიკაციებში იყო ჩართული ჩვენ უცხოელ პარტნიორებთან არ დაგვაუწყდეს, რომ იმის და მიუხედავად რომ ის საკონსტიტუციო სასამართლო კონსტიტუციის დამღლელ პრეზიდენტად ცნო, ფორმალურად ის მაინც იკავებდა საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობას და შესაბამისად მის თანამდებობა აძლევდა იმის საშუალებას, რომ ტელეფონი აიღო საზოგადოებისთვის მარტივად რო ვთქვათ და დაერეკა სხვადასხვა ევროპულ თუ სხვა ჩვენ პარტნიორი ქვეყნების ოფისებში და იქ რაღაც დაუშვათ დისკრედიტაცია მოეხდინა როგორც ქვეყნის, ისე ხელისუფლების. რაც მან ეს თანამდებობა დაკარგა, მას შემდგომ მისი ავტორიტეტიც დაიკარგა. ანუ მას არ გააჩნია რაღაც პოლიტიკური ასე ვთქვათ რეიტინგი, ხო? მისი პოლიტიკური რეიტინგი ფაქტობრივად არ იზომება. მას უბრალოდ ჰქონდა თანამდებობა, ქალბატონი სალომეც მოყვა ტრენდში და სწორედ გამოიყენა ეს ტრენდი და თავი წარმოაჩინა როგორც ოპოზიციური ლიდერი და ოპოზიციებაც აიტაცა ეს იდეა, იმიტომ რომ სხვა დანარჩენებს ის ელემენტარული ავტორიტეტიც არ ქონდა, რითიც ქალბატონი სალომე ერთ დროს სარგებლობდა. აქედან გამომდინარე მარტივია რა,
სხვა ლიდერი თუ შეიქმნება და სხვა ლიდერს ექნება ის მხარდაჭერა, რაც სალომეს ჰქონდა. ხო, კიდე აქვე უნდა ითქვას, როდესაც სალომეზე ვსაუბრობთ, რომ როგორც კი მან თანამდებობა დატოვა, მაშინვე გახდა მაკ-კეინის ფონდის სტიპენდიანტი და ის დღეს გვევლინება როგორც პირდაპირ უცხოეთიდან დაფინანსებული და უცხოეთის ინტერესის გამტარებელი საქართველოში. და ესეც მნიშვნელოვანია, რომ იცოდეს, რომ როდესაც შენ პრეზიდენტი ხარ და მეორე დღეს ხდები უცხოეთიდან დაფინანსებული პირდაპირ, ეს რა ინტერესი შეიძლება გულისხმობდეს და რას ატარებდეს. ჩვენ სულ ვიძახით, რომ როდესაც ეს არ გულისხმობს ყოველთვის თავის თავში უცხოეთიდან დაფინანსება მავნე ინტერესის გატარებას, უბრალოდ ჩვენ როდესაც ვხედავთ მის ნაბიჯებს და მის გადადგმულ ნაბიჯებს ვაფასებთ და ვხედავთ რა როლი მიუძღვის მას დესტრუქციის შემოტანაში ქართულ პოლიტიკაში, ამის ფონზე როდესაც უცხოური დაფინანსება ესე ღიათ არის მასთან დაკავშირებული, მაშინ ჩვენ ვაცხადებთ, რომ როდესაც მოდის ფული, ფულს მოყვება გავლენა. არ არსებობს ლამაზი თვალების გამო ერთმანეთს ფულს არავინ არ უხდის და ამ რეალობას დღეს მსოფლიო თვალს უსწორებს. აქედან გამომდინარე, უბრალოდ ძალიან მარტივი არის ხოლმე ამ ხალხის მხილება და თვითონაც არ უარყოფენ საქმეც ამაში არის და ცდილობენ რომ რაღაც ქართული საზოგადოება ამაში ჩაითრიონ. თუმცა ნახოთ და ველოდოთ რეიტინგი მეტყველებს მათ ყველა გადაწყვეტილებაზე. ბატონო ვახტანგ, კიდევ ერთ თემას მინდა შევეხო, საგამოძიებო კომისია, რომელიც ასევე დღეს იმართება, მორიგის ხდომა. რა პრეცედენტის შექმნა სურს ამით მართველ პარტიას, რომ ისტორიები, რომელსაც უსმენთ, საკმაოდ მძიმეა. ის მართველობა თავისი გამოვლინებებით ახლა თვალსაჩინოა. ძირითადად შეფასებებში ვისმენთ ხოლმე, რომ შეიძლება ყველაფერი ვიცოდით, მაგრამ ასეთი დეტალური ინფორმაცია თავისთავად არ ქონდა და მით უფრო ახალგაზრდებისთვის ეს შეიძლება ითქვას ახალი შეიძლება იყოს. რა შედეგი დაიდება საბოლოო ჯამში, რას ვნახავთ, რას მივიღებთ ამ კომისიით? ნამდვილად თქვენ ფაქტობრივად დამასწარით ჩემი სათქმელი გააეშყერეთ, რომ იმის გარდა რომ აღნიშნული კომისიის ჩამოყალიბება და აღნიშნული კომისიის ფუნქციონირება იყო ქართული ოცნების ერთ-ერთი მთავარი წინასაარჩევნო დაპირება და მეორეს მხრივ ეს იყო იმის ხმამაღალი განაცხადი, რომ საქართველოს ხელისუფლებაში ვინც არ უნდა მოვიდეს, აბსოლუტურად ყველას ქმედება იქნება შესწავლილი და არ დარჩება ყურადღების გარეშე და არ დაიფარება დანაშაული, მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც ჩვენ ვახერხებთ, რომ ფაქტობრივად ისეთი დამოუკიდებლობის ხარისხი გქონდეს, რომელიც აქამდე საქართველოს არასდროს არ ქონია, ამ ფონზე ძალიან მნიშვნელოვანი განაცხადი იყო. თუმცა ჩემთვის, როგორც ასევე ახალგაზრდისთვის, ყველაზე მნიშვნელოვანი არის ამ კომისიის დატვირთვა იმ ნაწილში, რომ ჩვენ ნათლად ვხედავთ და ვიხსენებთ იმ ისტორიებს, რომლებიც სამწუხაროდ აღარ გვახსოვს რა. რაღაც ჩამოყალიბდა ეგეთი მიდგომა, რომ აი რაღაც კი ბატონო ისინი იყვნენ სისხლიანი 9 წელი და ამას იძახიან, რომ აი კი ბატონო იყვნენ, რა შევს კი ბატონო იყვნენ, ხო? თითოეული ის кейსი, რომელიც დღეს კომისიაზე გამოდის, ასოცირდება ადამიანურ ტრაგედიასთან, ამის უკან დგანან ოჯახები, ამის უკან დგანან დაღუპული ჩვენი თანატოლები, ხო, ახალგაზრდები, რომლებსაც უმოწყალოდ ცემდნენ, უმოწყალოდ აწამებდნენ ბიზნეს რეიკეტს, რომ თავი დავანებოთ საერთოდ ზოგადად ხა რა ბოლოს ხდომებზე იყო გაჟღერებული ხო რომ რაღაც ადამიანებს ქონებას ართმევდნენ მათ შორის ჩემ ოჯახსაც შეეხლნენ იმ პერიოდში და ანუ ზოგადად ქონებასთან დაკავშირებით საუბარი უხერხულიც კი ხდება ისეთ ისტორიებს ვისმენთ ამ კომისიაზე და მე მოუწოდებ როგორც რიგითი ახალგაზრდა ჩემ თანატოლებს და ჩემზე უმცროსებს თავისთავად რომ უყურონ კომისიის ხდომებს, გაიგონ რა ხდებოდა იმ პერიოდში და შემდგომ გამოიტანონ დასკვნები თუ ის გვერდზე დგანან დღეს და რომელი ადამიანები უქადაგებენ მათ ევროპულ ღირებულებებს, რომლებიც იმ სიასტიკეს ჩადიოდნენ, რომელიც კომისიაზე ფაქტობრივად ყოველდღიურად არის ხოლმე განხილული. ამერიკის შეერთებული შტატების არმიის თადარიგის პოლკოვნიკის განცხადება მინდა. ჩვენს მსმენელს და მაყურებელს კიდევ ერთხელ შევახსენებ და თქვენ კომენტარი გთხოვოთ. პრეზიდენტ ჯორჯ ბუში უმცროსის პერიოდში სახელმწიფო დეპარტამენტის აპარატის უფროსი ამბობს, რომ საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას სურს კარგი ურთიერთობა ჰქონდეს ევროკავშირთან, ვაშინგტონთან, ნატოსთან და მოსკოვთან, რაც ამერიკას არ მოსწონს. ამის გამო ამერიკის შეერთებულ შტატებს საქართველოს მთავრობაში წინა ხელისუფლების მოყვანა სურს. რომ აგვიხსნათ ერთის მხრივ სურვილი იმისა, რომ
დაალაგო ურთიერთობები, თქვათ, ჰქონდეს პოლიტიკური დიპლომატიის ენა, რომელიც საბოლოო ჯამში, თქვათ, გარკვეულ შედეგზე იქნება ორიენტირებული და მეორეს მხრივ ის აგორებული, ასე ვთქვათ, კამპანია, რასაც ვხედავთ მუდმივად, რომ ვთქვათ, მაინც გინდა არ გინდა დიდი მოთამაშე ახდენს გავლენას პატარა მოთამაშეს. ეს მოცემულობა პოლიტიკაში გასაგებია, თუ გადავავლებთ თვალს, ვთქვათ, პოლიტიკურ წარსულს არაერთ ასეთ მაგალითს ვნახავთ. დღეს როგორ შეიძლება ერთის მხრივ კონდეს პატარა ქვეყანას ამბიცია, რომ თავად იყო გადაწყვეტილების მიღები და მეორეს მხრივ თავი დააღწიო ამგვარ, ვთქვათ, მუდმივ ზეწოლას. ვიღაცამ გიკარნახოს თავისი სურვილი და შენ რაღაცნაირად მაქსიმალურად შეეცადო, რომ ის გაითვალისწინო და მოარგო შენს ინტერესებს. ხო, აი თქვენ ახსენეთ ხა განცხადება ერთ-ერთი მაღალჩინოსნის და მე ესეთ განცხადებებს ხოლმე წამოწდენებს ვეძახი და რა თვალსაზრისით ჩვენთვის ერთის მხრივ ბუნებრივი არის, რომ ყველა სახელმწიფოს გააჩნია საკუთარი ეროვნული ინტერესი, რომელიც ხშირ შემთხვევაში გულისხმობს სხვა მეორე ქვეყნის თუნდაც საგარეო პრიორიტეტების დახვეწას ან საგარეო პრიორიტეტების საკუთარ ინტერესში მოქცევას, ხო? თუმცა ამას თუნდაც რამდენიმე წლის წინ ასე პირდაპირ არავინ არ იძახდა. ჩვენ გვახსოვს, რომ საქართველოში და სხვა ქვეყნებში მათ შორის დამკვიდრებული ტრენდი იყო, რომ დავუშვათ რომელიღაც ქვეყნები გვეხმარებიან და გვეხმარებიან იმიტომ, რომ მათ გააჩნიათ ალტრუისტული მიზნები და არა ის, რომ დავუშვათ მათ გააჩნიათ შესაბამისი ინტერესი. ხო, პოლიტიკაში ეს დახმარების, ვთქვათ, ახსნა როგორ ხდება, ძალიან საინტერესოა. ძირითადად მაინც, ვთქვათ, კონკრეტული ინტერესის გატარება იგულისხმება. თავისთავად, ანუ ნებისმიერი დახმარებით არ ვიცი, დღეს მეგონი მეგობარი მეგობარს აღარ ეხმარება და მithumetes პოლიტიკურ კონტექსტში ნებისმიერი ბრჭყალებში დახმარების სახელით ცნობილი ნაბიჯი, თუნდაც ის, რომ დავუშვათ ინფრასტრუქტურა იყოს გამართული, რა ეს მნიშვნელოვანია რა ესეთ თემებზე ზოგადად საუბარი, რომ საზოგადოებას უნდა ისმოდეს, ვინც დავუშვათ პოლიტიკაში ჩახედული არ არის, რომ თუნდაც როდესაც საქართველოში ფინანსდება ნებისმიერ სხვა ქვეყანაში ხა კონკრეტულად საქართველოს არ ვსაუბრობ, რაღაც ინფრასტრუქტურული პროექტი, ის იმას არ გულისხმობს, რომ ვიღაცა სურს, რომ ლამაზი და განვითარებული ინფრასტრუქტურა იყოს იმ ქვეყანაში. ეს დაკავშირებულია სატრანსპორტო პოლიტიკასთან, შესაბამისი კორიდორის შექმნასთან, რომლითაც თავად იმ ქვეყანამ უნდა ისარგებლოს, რომელიც ქვეყანაც ამას აფინანსებს და ეს როგორც ამერიკიდან რო ფინანსდება რაღაცა, ეს გულისხმობს, რომ ამერიკელი ხალხი აფინანსებს სხვა ქვეყანაში რაღაცას. შესაბამისად ეს რო ინტერესი თუ არ მოყვება, ამას პროტესტი მოყვება თავად ამერიკული საზოგადოების მხრიდან. თუმცა იმ თემას რო დაუბრუნდეთ, რაც თქვენ თქვით, ანუ ამ განცხადების საპასუხოდ ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ საქართველოს აქვს მულტივექტორული საგარეო პოლიტიკა და ეს არის საქართველოს ეროვნული ინტერესი. საქართველოსთვის არ აქვს მნიშვნელობა, რომელ ქვეყანასთან ურთიერთობაზე არის საუბარი. ცხადია არსებობენ ის ქვეყნები, რომლებიც ჩვენთან მტრულად არიან განწყობილი და მტრულ განწყობაში გულისხმობთ ხშირ შემთხვევაში იმას, რომ არ აღიარებენ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას და აღიარებენ სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის ერთეულების დამოუკიდებლობას, მათ დე-ფაქტო დამოუკიდებლობას და მიიგზახიან, რომ ესენი დამოუკიდებელი სახელმწიფოები და შესაბამისად ცხადია, ჩვენ მათ შორის ამ სახელმწიფოებთან მუშაობთ ხოლმე და ესეც მნიშვნელოვანია, რომ იცოდეს საზოგადოებამ, არ არის მარტივი ამ ნაწილში, როდესაც აი ხშირ ბოლოს ჩვენ მოვისმინეთ, რომ მაკაბო ჯორეშვილი შეხვდაო აფრიკის წარმომადგენლებს, სხვა ქვეყნის წარმომადგენლები აღარ ხვდებიან. მნიშვნელოვანია, რომ ესეც ესმოდეს საზოგადოება ხშირად სხვადასხვა ქვეყანასთან შეხვედრა ხდება და რაღაც კულტურული ღონისძიებების ჩატარება, აზრის მიმოსვლა, იმიტომ, რომ შემდგომ ის ქვეყანა არ იყოს გამოყენებული манипуляციის იარაღად და არ განაცხადოს, რომ ჩვენ ვაღიარებთ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობას. ხშირ შემთხვევაში ამიტომ ხდება ხოლმე ესეთი შეხვედრების გამართვა, სხვა ეკონომიკური თანამშრომლობის პარამეტრებზე რო არ ვისარგებლოთ. ნებისმიერი ისეთი განცხადება, როგორიც ჩვენ მოვისმენთ ყოფილი მაღალჩინოსნის მხრიდან ეწინააღმდეგება საქართველოს ეროვნულ ინტერესს. ვინაიდან საქართველოს ეროვნული ინტერესი არის, რომ ყველა მის ირგვლივ მყოფ ქვეყანასთან თუ არაირგვლივ მყოფ ქვეყანასთან კონდეს მშვიდობიანი პარტნიორული ურთიერთობა, ვინაიდან ეს არის ის ერთადერთი გზა, რაც თქვენ კითხვის დასაწყისში ახსენეთ, რომ იყო პატარა ქვეყანა, დაიცვა შენი სუვერენიტეტი, კონდეს შენი ღირებულებები და ხმამაღლა ლაპარაკობდეს შენს ეროვნულ ინტერესზე. თუ არ გექნება მშვიდობიანი და პარტნიორული ურთიერთობები, ამის განხორციელება შეუძლებელია. როდესაც ისინი საუბრობენ, რომ ჩვენ მეგობრული ურთიერთობა შეიძლება გქონდეს ამერიკასთან და არამეგობრული ჩინეთთან,
ან პირდაპირ კონფრონტაციაში შევიდეთ რუსეთთან, ხო? ჩვენ ამაზე ბევრჯერ გვისაუბრია, ეს არის პირდაპირ სამშობლოს ღალატი. ჩვენ ვცდილობთ, რომ მშვიდობიანი პოლიტიკის ფარგლებში მაქსიმალური ძალისხმევა ჩავდოთ ხალხთა შორის ურთიერთობებში და მათ შორის ამ გზით მშვიდობიანად დავიბრუნოთ ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიები, ჩვენი ეკონომიკური თუ შეცვლილი თანამედროვე ვთქვათ ჩვენი ცხოვრება და მათ შორის პოლიტიკური სივრცე რომ აი მეგამოთამაშეებსაც კი ასე სახელმწიფოებს იმის ფუფუნება რომ თავად აირჩიონ ვისთან უნდათ ურთიერთობა და ვისთან არა მე მგონი არ გამოდის იმიტომ რომ ხვდებით რომ მაინც საბოლოო ჯამში თანამშრომლურ, ასე ვთქვათ, ეფექტია გათვლილი ეს ყველაფერი. კიდევ ერთ თემას მინდა შევეხოთ ამით დავასრულოთ. პრემიერის განცხადებით ევროინტეგრაცია რჩება უმთავრეს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტად 2030 წლისთვის. ჩვენ ვიქნებით ყველა კანდიდატ ქვეყანაზე მეტად მზად ევროკავშირში გასაწევრიანებლად ყველა თვალსაზრისით. როგორ ხსნით, როცა ასეთ განცხადებას ვისმენთ, ძალსახა პოზიციას და შემდეგ ოპოზიციის აღქმებს, იგივე თუნდაც ვიზა ლიბერალიზაციის თემაზე აგორებულ სპეკულაციებს გულისხმობ. ხო, კი ბატონო, ჩვენ წინა თემაში თქვენ ახსენეთ და წინა საკითხის რო დავასრულოთ, რაც თქვენ თქვით, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ხშირ შემთხვევაში არ ვირჩევთ ვისთან გვაქვს და ვისთან არ გვაქვს ურთიერთობა, ვინაიდან საქართველოს მით უფრო არის ისეთი ქვეყანა, რომლის მიმართაც არსებობს გეოგრაფიას ვერ ინტერესები და აი ზუსტად მან მივდივარ, რომ ჩვენი გეოგრაფია და რაც გეოპოლიტიკაში ითარგმნება გულისხმობს იმას, რომ გვიწევს აბსოლუტურად ყველას ინტერესის მოსმენა, დაბალანსება, იმიტომ რომ ეს არის ის ურთიერთგადაკვეთის წერტილი ეკონომიკური და სატრანსპორტო თვალსაზრისით, რომლითაც დღეს ბევრი ქვეყანა ვერ სარგებლობს და ეს მათ შორის ჩვენი პოლიტიკური ბენეფიტის მომტანია. რაც შეეხება ევროინტეგრაციის ნაწილს, ჩვენ ამასთან დაკავშირებით უკვე სპეკულაციებს რამდენიმე თვეა ვისმენთ, ამას მოყვა ეგრეთ წოდებული საპროტესტო მუხტის შექმნა და წახალისება ოპოზიციის მხრიდან და რა ვიცი, ის მედია манипуляცია რაც მოდიოდა იმ პერიოდში თქვენ ჩემზე უკეთესად გემახსოვრება და ამუშავდა პროპაგანდის მანქანა, რომ ქართული ოცნება აჩერებს ევროინტეგრაციას და ქართული ოცნება კი არ აჩერებს ევროინტეგრაციას. თავად ევროკავშირმა განაცხადა, რომ 2030 წლამდე ის არაპირებს გაფართოებას და ამაზე საქართველოს ხელისუფლების რეაქცია იყო შესაბამისი, რომ ვერც ერთ მხარეს, მათ შორის ვერც ევროპელ ბიუროკრატებს ვერ დაუტოვებს იმის შესაძლებლობას, ამ საკითხით манипуляცია მოახდინონ ქართულ საზოგადოებაზე და ისინი განაწყონ ანტაგონისტურად ამ პროცესის მიმართ. ხო, ჩვენ 2030 წლისთვის ვემზადებით აქტიურად და ეს მომზადება გულისხმობს იმას, რომ საუკეთესო შედეგები გვაქვს ევროპის მასშტაბით ეკონომიკურ სტაჟში, მათ შორის ამას წინ გამოქვეყნდა სტატისტიკა და სწორედ ესეთ კონკრეტულ ქმედებებში და ნაბიჯებში ჩანს თუ ვის უნდა რეალურად ევროინტეგრაცია, ხო? თქვენ რომ აიღოთ და მარტივი არის სხვათა შორის ამის გადამოწყვეტა ამასთან დაკავშირებით არ საუბრობს ოპოზიცია, იმიტომ რომ მათთვის წამგებიანი თამაშები ნებისმიერ კანდიდატ ქვეყანას ფაქტობრივად ყველა პარამეტრში უსწრებთ. ხო, არსებობს ეს სიგმას მონაცემები არის, მათ შორის რომელიც კონკრეტული ქულებით აფასებს თუ ვის რამდენი ქულა აქვს ევრო ინტეგრაციის ფარგლებში გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაში. ჩვენ მე თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ნებისმიერ ქვეყანას, არა თუ მოლდოვას, რომელიც DST-ის წევრი არის და საერთოდ გაუგონარი ამბავი ხდება ამ ნაწილში, ყველა პარამეტრში, აბსოლუტურად ყველა პარამეტრში უსწრებთ ყველა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყანას. აქედან გამომდინარე ნათელია რა, რომ ქართული ოცნების ერთადერთი პოზიცია არის, რომ ჩვენ ურყევი პოლიტიკური საგარეო ვექტორი თუ ღირებულებითი კავშირი არის ევროკავშირი, თუმცა აქვე არ უნდა დაგვაუწყდეს, რომ ჩვენ ვართ თვითყოფადი ქვეყანა, რომელსაც გააჩნია ეროვნული ინტერესი და ჩვენი უმთავრესი ღირებულება როგორც პოლიტიკური ასევე ღირებულებითი არის ის, რომ ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი და უნდა გავაძლიეროთ ჩვენი ქვეყანა. ეს არის უმთავრესი ღირებულება. შემდგომ მოდის ამის ევროკავშირი და ასე შემდეგ. ვინაიდან ყველა კავშირი საბოლოო ჯამში არის დროებითი და ქვეყანა, შენი ისტორია, შენი კულტურა, შენი ერი არის მუდმივი, რასაც უნდა მოუფრთხილდეთ და მე მინდა რომ აქვე ვისარგებლო კიდევ ერთხელ შემთხვევით და ავახსენო აი ახალგაზრდებშიც სამწუხაროდ ეს დაკარგული არის ხოლმე უმთავრეს ღირებულებად მიაჩნიათ რაღაც ევროკავშირი, მიაჩნიათ სხვა ქვეყნის პოლიტიკოსების მიერ ნაკეთები განცხადება და ამ ფონზე იკარგება ის თავარი ჭეშმარიტება, რისთვისაც ჩვენ პოლიტიკაში მოვდივართ და რისთვისაც ვიხსვით ხოლმე რომ შენი ქვეყანა იყოს ძლიერი პირველ რიგში და შენი ქვეყანა იყოს სუვერენული. ამის შემდგომ არის ყველაფერი
შემდგომ პრიორიტეტები, რასაც ცხადია საზოგადოება განსაზღვრავს ხოლმე. დიდი მადლობა საინტერესო ანალიზისთვის. სველას სამაყურებლო შევახსენებ, რომ ჩვენი სტუმარი იყო ვახტანგ ჩოჩია, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის კაბინეტის უფროსი. მადლობა თქვენ დათმობილი დროისთვის და ყურადღებისთვის. ჩვენ თქვენ შევხვდებით პარასკევს. ნახვამდის. მადლობა.